მოგესალმებით. ქართველი ემიგრანტების ინიციატივა პლატფორმა 20-25-სა და მოძრაობა მზიას ფარგლებში განვაგრძობთ ინტერვიუების ციკლს საქართველოს მოქალაქეებთან. ლაპარაკობთ მზია ამაღლობელის საქმეზე, მიზეშედეგობრივ კავშირებზე, რომელმაც გამოიწვია ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ყავს ქალი ჟურნალისტი, პოლიტპატიმარი და 100-მდე სხვა მოქალაქე პატიმრობაში, სინდისის პატიმრები, პოლიტპატიმრები. საკითხზე დღეს ვილაპარაკებთ აუდიტორიისთვის საკმაოდ ნაცნობ და ცნობილ რესპონდენტებთან. ეს ადამიანები არიან ის პროფესიონალები, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ საზღვარგარეთ და მათი მიღწევებით და შედეგებით მსოფლიო ასევე იცნობს საქართველოს უკეთესად. ესენი გახლავთ ნეირომეცნიერი ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ზაალ კოკაია და ასევე მეან გინეკოლოგი კლედმონ ფერსის უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი ბატონი რევაზ ბოჭორიშვილი. მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის. იმედია, რომ დღევანდელი ინტერვიუ იქნება ასევე ისეთი მორიგი ვიდეო, რომელიც ბევრ კითხვაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებულ ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს და დაარწმუნებს უკვე არაერთგზის თუ რა ვითარებაში ვიმყოფებით დღეს. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა კიდევ ერთხელ ინტერვიუსთვის. მოგესალმებით. ბატონო რევაზ, ბატონო ზაალ, როგორც უკვე აღნიშნე, პირველად საქართველოს ისტორიაში, დამოუკიდებლობის ისტორიაში ვართ იმ ვითარებაში, როდესაც ყავს პირველი ჟურნალისტი, პოლიტპატიმარი ქალი, მზია ამაღლობელი. მთელი ქვეყანა უყურებდა იმ ვითარებას, რა ვითარებაშიც მოხდა მისი დაკავება და შემდეგ განვითარდა ჩემი შეფასებით სამარცხვინო პროცესი, რომლის შედეგადაც პირველმა ინსტანციამ მზია ამაღლობელს თავდაპირველი ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ მიუსაჯა, მიუხედავად იმისა, რომ სანქცია მათ შორის ჯარიმასაც ისვალისწინებდა, მაინც ორწლიანი პატიმრობა. თქვენი შეფასებით, ვინ არის მზია ამაღლობელი და რა ხდება მის თავს? რა ხდება ჩვენი მოქალაქის თავს ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ უწოდებთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა? უპირველეს ყოვლისა, რა შეიძლება ითქვას, დღეს ქალბატონი მზია ამაღლობელი არის სიმბოლო. დღეს არის სიმბოლო ჩვენთვის, ვისაც გული შეგვტკივა საქართველოს მომავალზე, არის სიმბოლო ერთის მხრივ ბრძოლის, დიდი ხნის ბრძოლის. ეს არის სიმბოლო იმისი, თუ როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს გაერკვიოს რეალურ მდგომარეობაში, რომელსაც არ ერიდება არანაირ სიტუაციაში სიმართლის თქმა. ეს არის რეგულარულად დიდი ხნის განმავლობაში და შესაბამისად თანდათანობით ეს ჟურნალისტი ჩამოყალიბდა საფრთხეთ რეჟიმისათვის, ამიტომ რეჟიმმა მოახერხა რაღაცნაირად რომ ეს ჟურნალისტი გაეჩუმებინა და ეს გაჩუმება მოხდა უბრალოდ დილეგში მოთავსებით. რაც არის იმდენად წარმოუდგენელი, აი ძალიან ხშირად ბოლო დროს ამაზე ვაკეთებ მე აქცენტს, რომ როდესაც შორს ხარ და უკვე რაღაც სტანდარტებში ცხოვრობ და არა მარტო ცხოვრობ, ამ სტანდარტებს გარკვეულად, ესეც უნდა ითქვას, გარკვეულად ამ სტანდარტებს აწესებ რაღაც გარკვეულ სფეროებში, ცივილიზებულ სტანდარტებს და მე ხედავ, რომ სხვაგან უბრალოდ ძალიან დაშორებულია ყველაფერი ამ ცივილიზებული სტანდარტებისგან, უცებ ეს რაღაცები ისე აშკარად ხდება, რომ ამაზე გაჩვენება არ შეიძლება. ანუ რის თქმა მინდა, ჟურნალისტი ციხეში თან აბსოლუტურად მოგონილი მიზეზით, უბრალოდ საბაბით ციხეში, ევროპის ქვეყნებში მე არ გამიგია. ყოველ შემთხვევაში რაც არსებობს დემოკრატიული სისტემა, თუ არ ჩავთვლით თქვა საფრანგეთში კოლაბორაციონიზმის პერიოდს, მე საფრანგეთის ისტორიას მეტნაკლებად ვეცნობი, მაინტერესებს მესმის ფაქტები, მე საფრანგეთში არ გამიგონია ასეთი ფაქტი, რომ ჟურნალისტი ყოფილიყოს, თქვა ციხეში, თან ასეთი აბსოლუტურად მოგონილი საბაბით, ასეთი გაჭიმული პროცესით, ამდენი აშკარად ფალსიფიცირებული ვითომ რაღაც არგუმენტებით, ამიტომ ეს არის პირველი არის წარმოუდგენელი ჩემთვის ცხადია და იგივე ვთქვათ ევროპელი იგივე დეპუტატებისთვის, ელჩებისთვისაც ეს წარმოუდგენელია და იმიტომაც არიან აქტიურად არიან ჩართული
იგივე სასამართლო პროცესში და ამიტომ მესმის ძალიან კარგად იმათი დასწრება, იმდენად უცხო რაღაცას ნახულობენ და ესმეთ, რომ უნდა დაესწრონ პროცესს, რომ გაერკვიონ, იქნებ მართლა რაღაცა არის რაღაც ელემენტები, მაგრამ არანაირი ელემენტი გასამართლების არ არსებობს. ამიტომ ეს არის დღე ჩემთვის კალბატონზიას ყოფნა ციხეში და ცხადია ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოვიდეს მალე, სწრაფად და ცხადია ყველანაირი ეს რაღაც მხილება თუ საქმე თუ რაც არის როგორც წესი, რომელიც მე სადღაც შეიძლება ჩაიწეროს, ეს უნდა გაუქმდეს, ვინაიდან არ არსებობს ფაქტები, ამიტომ არ უნდა არსებობდეს გასამართლების რაიმე გამართლებაც კი, აი ეს არის დღეს ჩემთვის. ერთად ვეთანხმები რევაზის გამოსვლას და ვიზიარებ მის ყოველ სიტყვას. ასე მინდა დავამატო, რომ ზია ამაღლობელი, ქალბატონი ზია ჩემთვის არის მაღალი ღირებულებების და პრინციპების ადამიანი. ჩემთვის სამაგალითოა, მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როცა ადამიანი ესეთ უსამართლობას ებრძვის თავისი პრინციპულობით და თავისი მაღალი ღირებულებებით და ერთი ნაბიჯითაც უკან არიხებს, ეს ნამდვილად მისაბაძეა და ის ფაქტი, რომ ქალბატონი მზიას დასჯა მთავრობას, ქვეყანას უნდოდა, რომ მაგალითი ყოფილიყო სხვისთვის, მგონია, რომ უკან შემოუბრუნდა და ქალბატონი მზია გახდა მაგალითი ყველასთვის, თუ როგორი უნდა იყოს სამართლიანობისთვის და მაღალი მორალური პრინციპებისთვის მებრძოლი ადამიანი. მზიას შემდეგ მგონია, რომ მრავალი ადამიანი და ამის მაგალითები ჩვენ ბევრი გვაქვს უკვე სინდისის და პოლიტპატიმრების სახით, რომ არ შეიძლება ადამიანმა უკან დაიხიოს, როდესაც შედიხარ ბრძოლაში, გარკვეული ძალის და გარკვეული პრინციპების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში იგულისხმება ხელისუფლების უზურპაცია და არადემოკრატიული მართვა ქვეყნის და ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული პრინციპებით ქვეყნის მართვა, ამ ბრძოლაში არ შეიძლება რომ უკან დაიხიო და თუ შედიხარ ამ ბრძოლაში, ბოლომდე უნდა მიიყვანო. ჩემთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალბატონი მზია არის მაგალითი პრინციპულობის, ქედმოუხრელობის და მე თაყვანს ვცემ და დიდ პატივს ვცემ მის ამ შემართებას და დარწმუნებული ვარ, რომ სამართალი ადრე თუ გვიან თავის გზას იპოვნის და ქალბატონი მზია განთავისუფლდება და გონია რომ ევროპული სტრუქტურები და ევროპის ქვეყნები ასევე დიდ წვლილს შეიტანენ მისი განთავისუფლებისთვის და მისი ამ кейსის გასაჯაროებით აჩვენონ რეალური სახე თუ როგორ არის დღევანდელი მართლმსაჯულება და დღევანდელი წესრიგი, ანტიდემოკრატიული წესრიგი, რომელიც სუფევს საქართველოში. მე და ჩემი კოლეგები, როდესაც ვსაუბრობთ დღეს საქართველოში ქართულ მედიაში არსებულ ვითარებაზე, ყოველთვის საკმაოდ პესიმისტურად და ნიჰილისტურად ვიყავით განწყობილები. 20 წლის წინ დავიწყო მედიაში მუშაობა და შეიძლება ვთქვა, რომ ეს 2 ათწლეული ჩემ თვალწინ და ძალიან ბევრი ცვლილებებით იყო სავსე კონკრეტულად ნეგატივის მიმართულებით, რაც მოვიდა ქართულ მედიას. მე როდესაც დავიწყე 20 წლის წინ მუშაობა, უფრო მაღალ დონეზე იყო შემიძლია ვთქვა და ახლა სამწუხაროდ იგივე ჩემი კოლეგების ვითარებით, იმ ვითარებით, რომელშიც ისინი არიან, ბევრთან ერთად მიმუშავია, დღეს მათ უყურებ პროსახელისუფლებო არხებზე და გარკვეული ნიჰილიზმი გაგვიჩნდა, რომ საქართველოში მედია გვხვდება ჟურნალისტიკა როგორც პროფესია, გვხვდება ჩემთვის პირადად ზეა ამაღლობელი აღმოჩნდა და არის ის სტიმული, რომელიც მაძლევს იმისთვის საშუალებას, რომ ქართული ჟურნალისტიკა ძლიერი არის და მას შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია საზოგადოებაზე პოზიტიური მიმართულებით. ზეა ამაღლობელი იყო ჩემთვის მაგალითი იმისა, როგორ უნდა მოიქცეს ღირსეული ქალი უღირს ხალხთან მიმართებით იმ ვითარებაში, რომელშიც იგი იყო და ზეა ამაღლობელი არის მართლაც მაგალითი მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც იგი უკანონო პატიმრობაში იმყოფება თუ როგორ უნდა მოიქცეს მართალი ადამიანი, რომელიც უპირისპირდება სისტემას. ბატონო ზალა, ბატონო რევას, მე მინდა დაგისვათ ესეთი შეკითხვა თქვენ იმყოფებით ევროპაში. სახელმწიფოებრიობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყანა 30 წელია ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. ახლა ყველა თანხმდება, რომ ზეა ამაღლობელის პატიმრობა ერთი არც სამართლიანია და მეორე არც სამართლებრივი არის. რა შედეგის მომტანი არის ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის?
აი ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ინსტიტუტების გაძლიერებას და გვაქვს გეზიერ აღებული მქონდა ყოველ შემთხვევაში და ახლაც კონსტიტუციაში ვიწერია ევროატლანტიკური ინტეგრაცია. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის? რისი მომტანი არის ეს დადებითის თუ უარყოფითის? თუ ესე იგი გულისხმობთ უკანონო დაპატიმრებას და უკანონო ადამიანის უკანონო ყოფნას ციხეში აბსოლუტურად მოგონილი ისევ და ისევ საბაბით და თუ გავითვალისწინებთ რომ სასამართლო სისტემა ერთ-ერთი საფუძველია სახელმწიფოებრიობის, მაშინ ცხადია ეს ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოებრიობა მოშლილია და მისი საფუძვლებია მოშლილი. ამიტომ ეს არის ძალიან დამაზიანებელი ეს თვითონ ეს ერთი ფაქტი სხვა კიდე ათეულობით ასევე დაპატიმრებული ახალგაზრდები ასევე მოგონილი საბაბით ეს ნიშნავს რომ არ არსებობს ბოლოს სახელმწიფოს საფუძვლები ნორმალური ცივილიზებული დემოკრატიული და ცხადია ეს ძალიან დამაზიანებელია ესე იგი რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება თანდათანობით საქართველოს ნელ-ნელა მიაკუთვნებენ ისეთივე კატეგორიის ქვეყნებს როგორც არის ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა, იგივე რუსეთი, ბელორუსია. ჩვენ ძალიან არ გვინდა რომ ეს მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამისკენ მივდივართ და იქაც ვიცით იგივე ვენესუელაში უკვე რამდენიმე 10 წლეულია, ნუ ჩრდილოეთ კორეაზე აღარ არის ლაპარაკი, ხო? ჩვენ რაღაც თითქოს დასაწყისში ვართ, ამიტომ დასაწყისშივე თუ არ შეწყდა ეს და არ გაჩერდა დასაწყისშივე დღევანდელ დღეს ამ ეტაპზე მე ალბათ ძალიან ძნელი იქნება. ამიტომ ეს ცალსახად ძალიან ნეგატიურია ყველა მხრივ, პერსპექტივის მხრივ, შეფასებების მხრივ, იმიტომ რომ მე სხვებიც ეჩვევიან თანდათანობით რომ ასეა და აბა რაღა უნდა გავაკეთოთ, რა ურთიერთობა უნდა გქონდეს ასეთ ქვეყანასთან. ამიტომ ეს ყველა მხრივ ყველანაირად დამაზიანებელია. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ბურჯი არის და დემოკრატიის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი გარანტია ეს არის სამართლიანი სასამართლო. სწორედ ამ სამართლიანი სასამართლოს მოშლით შეუძლია დიქტატურას გაამართლოს ყველა თავისი ქმედება და დააშინოს მოსახლეობა ყველა ის აქტივისტი, რომელიც იბრძვის დემოკრატიისთვის და სამართლიანობისთვის. მე მგონია, რომ ამ პროცესებით, როდესაც სრულმოწმეებით, სრულბრალდებებით სახელმწიფო ცდილობს, რომ დათესოს ნიჰილიზმი და გააღვივოს ის აზრი მოსახლეობაში, რომ მაინც რასაც უნდა იმას გააკეთებენ და სამართალს ამ ქვეყანაში ვერ იპოვი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მავნებლობა, რაც შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ. და მგონია, რომ ეს ქმედება კიდევ ერთხელ გამეორდები, რომელიც მიმართული იყო იქითკენ, რომ სანიმუშოდ დაესაჯათ ქალბატონ მიზია, ეჩვენებინათ, რომ ნებისმიერი ქმედება შეუძლიათ მათ ინტერპრეტაცია მისცენ ისეთი, როგორც მათ სურთ და ნებისმიერ ქმედება. ამაში არაერთხელ დავწმუნდით ჩვენ, თუნდაც იგივე, როდესაც დემონსტრაციაზე განიარაღება მოახდინეს ახალგაზრდებმა იარაღის მქონე ყმაწვილის, იქით შეუტრიალეს და ძალადობის მუხლით დაიბარეს საკითხვაზე, ხო? ესეც გამოვლენა იმისი, რომ რა კარგი და რა პროგრესული ქმედებაც არ უნდა გქონდეს და რა დემოკრატიული ღირებულებების ჩარჩოებშიც არ უნდა იმოქმედო, მათ შეუძლიათ ეს შეატრიალონ და სასამართლო უბრალოდ გაამართლებს იმას, რა რისი ბრალდება ქვეყანას უნდა. აი ეს არის ჩემი გადმოსახედიდან ის, რომ ადამიანი სამართალს ვერ იპოვის, როგორი უდანაშაულოც არ უნდა იყოს, თუ სახელმწიფოს მოუნდება მისი დაშლა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიბოროტე, რაც შეიძლება მთავრობამ და ქვეყანამ გააკეთოს ქვეყნის და თავისი ხალხის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ქალბატონ მზიას მაგალითი არის კლასიკური кейსი, დიქტატურა თუ ავტოკრატია, როგორ ებრძვის თავის მოსახლეობას და როგორ აჩვენებს თავის ძალას და როგორ ცდილობს სასამართლო გამოიყენოს თავისი მიზნების მისაღწევად. აი ეს შემიძლია ვთქვა ამ кейსზე და ხა ის რომ მსგავსი რამ ევროპაში წარმოუდგენელია და მსგავსი რამ არც მე არ მახსენდება, როგორც ბატონმა რეზომ თქვა, ეს ბუნებრივია და ამაზე მე მგონი კომენტარიც ზედმეტია. მზე ამაღლობელი საკუთარი პროფესიული საქმიანობით მუშაობდა ჭარაში მაშინ, როდესაც იქ იყო ასლან აბაშიძე. თუმცა ასლან აბაშიძემ ვერაფერი მოუხერხა მას.
ასევე ეს მზიას კრიტიკული მედია განაგრძობდა მუშაობას უკვე როდესაც ხელისუფლებაში იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მაშინაც კრიტიკულობით გამოირჩეოდა და მაშინაც ვერაფერი მოუხერხეს ამ თავისუფალ სიტყვას. Ახლაც იგი განაგრძობდა წლების განმავლობაში და შექმნა ისეთი მედია პლატფორმები, რომელსაც ჩვენ მედიის წარმომადგენლები ყოველდღიურად ვიყენებდით ერთი ფაქტების გადასამოწმებლად და მეორე ისეთი ინფორმაციის მოსაძებნად, რომელიც სხვა მედია საშუალებებში არ იყო. Წამს რომ ეს გასაცდელი რაც მზია ამაღლობელის თავს არის ახლა მას უფრო მეტად გააძლიერებს და როგორც კინათ ფთობის შედეგად ფოლადად გარდაიქმნება მისი სახით უფრო ძლიერი ქართული მედიის ძლიერი ბურჯი გვეყოლება. მზიას საქმე გააერთიანა არა მარტო თანამოაზრე მოქალაქეები საქართველოში, არამედ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აღარ დარჩა კონტინენტი და სახელმწიფო, სადაც მზიას მოძრაობას არ ყავს მხარდამჭერები და საქართველოს მოქალაქეები, ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები ახლა ეწევიან სახალხო დიპლომატიას, ადგენენ მზიას სიას. მზიას სიაში უნდა მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ყველაზე დაბალი დონიდან ყველაზე მაღალი დონის ჩათვლით მონაწილეობდნენ ამ სამარცხვინო საქმის აღძვრა იქნება, შემდეგ ვითომ და გამოძიება იქნება საბრალდებო დასკვნის მომზადება თუ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა, ასევე გვაქვს შემთხვევა, როდესაც თურმე მიმართვის გარეშე მიხეილ ყაველაშვილს შეძლებია ორი პოლიტიკოსის შეწყელება გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა იგი დღემდე არ იწყალებს მზიამ ამაღლობელს. Როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მზიას სიას არსებობა და ქართველი ემიგრანტების საქმე, რომ სოფლიოს გააცნონ ის ადამიანები, რომლებიც აი ამ საქმეში არიან დამნაშავეები და წილი მიუძღვით, რომ საქმის აღძვრიდან დღემდე მზია ამაღლობელი იმყოფება ციხეში. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია მზია ამაღლობელის სიის შექმნა და მისი ასე ვთქვათ გავრცელება, დაკანონება თუ შეიძლება ითქვას, ვინაიდან პრეცედენტი არსებობს კარგად ცნობილი მსოფლიოში, როგორც არის მაგნიცკის სია, რაც არის უკვე რაღაც ასე ვთქვათ რეფერენს, როდესაც ახსენებენ მაგნიცკის სიას, იმის მიმართებაში და ასე შემდეგ, ყველა ხვდება რაზეა ლაპარაკი და ყველა ხვდება, რომ ეს არის უკვე რაღაც განსაკუთრებულად სასტიკი რეჟიმის ქმედების შედეგი ასეთი სია, ამიტომ თავისთავად ასეთი სიის არსებობა უკვე მანიშნებელი იქნება ყველასთვის, ვინც ერკვევა ამ სიტუაციაში, რა რეჟიმთან გვაქვს საქმე საქართველოში. გარდა ამისა, ამ სიას მე მგონი მაინც აქვს იგივე მაგნიცკის სიიდან გამომდინარე რაღაც ბერკეტები, ზემოქმედების ბერკეტები სხვადასხვა დონეზე, თუნდაც სხვადასხვა შეხვედრების დროს, თუნდაც სხვადასხვა მოლაპარაკებების დროს, ამის გახსენება, რომ ასეთი სია არსებობს, მე მგონი ამას რაღაც შედეგი უნდა მოყვეს აუცილებლად. ამიტომ იგივე პიროვნებების შერჩევა, ვინც ამ სიაში მოხვდება და უნდა მოხვდეს, ცხადია გვაქვს გარკვეული წარმოდგენა, ეს არის იგივე ძალოვნები უპირველეს ყოვლისა და ამ იურიდიული სფეროს ვინც განაგებს დე ფაქტო მათი სახელები უნდა მოხდეს, ვინაიდან ამ დიდი დარღვევების გამო არის ციხეში ქალბატონი მზია, მე მგონია რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს, კარგად გაფორმდეს, უნდა იყოს წარდგენილი ეს სია და რაღაც შედეგი აუცილებლად მოყვება. უდაოდ და მე უფრო მეცად ვიტყოდი, რომ ყველა ის ადამიანი, რომელმაც ცრუმოწმეები იქნება თუ პროკურორები იქნება, ვინც თავისი წვლილი შეიტანა არა მარტო ქალბატონი მზიას, არამედ ყველა სინდისის პატიმრის და პოლიტპატიმრის გასამართლებაში და უკანონოდ პატიმრობაში, რა თქმა უნდა, ჩემი იდეა იქნება, რომ მას ერქვას, რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელი სია, მაგრამ არა მარტო ის ადამიანები, ვინც ქალბატონი მზიას кейსში იყვნენ უშინდისოები, ესე ვთქვათ, და შეკერეს ეს საქმე, არამედ ზოგადად დღეს არსებულ სინდისის პატიმრების და პროკურორების თუ სხვა იურიდიული პირების სახელებით უნდა შევიდეს ამ სიაში და ეს უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის, რომ დაუჯელობის სინდრომი აღმოიფხვრას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ აი ტელევიზიითაც კი გვინახავს, რომ თუნდაც იგივე
წულუკიანის კომისიის დროს ერთ-ერთი მოწმე ყვებოდა პროკურორზე, რომელმაც შეუკერა საქმე და როგორც შემდეგ გაერკვა, ეს პროკურორი დღევანდელ ხელისუფლების პირობებში არის ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე. აი ეს სინდრომი, რომ დაუჯელობის სინდრომი, რომ თქვა, დღეს მე რაღაცას დავაშავებ, სულ ჩვენებას მივცემ, ან ბრალს დავდებ დაუმსახურებლად ადამიანს და ის გასამართლდება და შემდეგ ახალ თავრობაში მე მათ მხარეზე გადავალ და მე არ დავისჯები, ეს სინდრომი თუ არ აღმოიფხვრა, არ გაიწმინდება და არ იქნება რეალურად ობიექტური სასამართლო და სამართალდამცავი სტრუქტურები მომავალში და ეს ერთხელ და სამუდამოდ მგონია რომ უნდა დასრულდეს და მგონია რომ ძალიან კარგი აზრია ქალბატონი მზია ამაღლობელის სია შეიქმნას და არა მარტო მზიას საქმესთან დაკავშირებული ზოგადად ქვეყანაში ყველა უსამართლო პატიმრობაში მყოფი ადამიანის სინდისის პატიმრის და პოლიტპატიმრის საქმეებში დამნაშავე პროკურორების და თრუმოწმეების სახელებით უნდა დაემატოს ამ სიას. გუშინ 300 დღე გავიდა მას შემდეგ რაც 28 ნოემბრის ცნობილი განცხადებიდან საქართველოსა და დედაქალაქში თბილისში დაიწყო სამოქალაქო საპროტესტო გამოსვლები. ამას მოყვა უკვე ის ბრუტალური დარბევები, რაზეც პასუხი ჯერ კიდევ არავის უგია. მათ შორის შემიძლია გავიხსენო ჩემი მოგერბის და თქვენი კოლეგა ეკიმ გვაზავას ვახტო გვაზავას ცემის ფაქტი. და ჯერ კიდევ არავინ არ არის პასუხისგებაში, არათუ მიცემული გამოვლენიც კი არ არის და არც სახელები ვიცით, არც გვარები ვინმე იყო გამოკითხვაზე. როგორ ფიქრობთ ამ პროცესმა, ამ 300 დღიანმა პროცესმა, რა საჭიროებები და პრობლემები გვაჩვენა ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, რა ჭირდება დღეს ქვეყანას? რაზე არის სალაპარაკო? და თუ არის უკვე იდენტიფიცირებული აი საკითხები, რაც რეალურად მოსაგვარებელი გვაქვს იმისთვის, რომ წინ წავიდეთ და გარკვეული ნახტომი გავაკეთოთ ევროპისკენ, იმ ცივილიზაციისკენ, რომელსაც სამწუხაროდ დასაბჭოების გამო ჩვენ ბუნებრივად ვეღარ დაუკავშირდით და დავეწით. რა მდგომარეობა გამოავლინა ამ პროტესტმა? ეს პროცესი უპირველეს ყოვლისა არის თამბეჭდავი იმ მხრივ, რომ თავიდანვე გახსოვთ ალბათ ძალიან ბევრჯერ იყო ნათქვამი ხელისუფლების მხრიდან და საერთოდ ყველა ვინც ამ პროტესტს უყურებდა როგორც რაღაც ზედაპირულს და რაღაც ხელოვნურს და მილევაც, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩანს რომ არ მილეულა. საერთოდ არც კი ყოფილა რაღაც იყო ალბათ 1-2 კრიტიკული რაღაც პერიოდი დღე, მაგრამ რეალურად ეს არ მიილია და რასაც მე ვაკვირდები და ვფიქრობ, რაღაც ასეთი მსგავსი ასევე პრეცედენტი სხვა ქვეყნების ისტორიაში არ მახსოვს. ყოველთვის რაღაც პერიოდული რამდენიმე დღიანი ან შეიძლება ზოგჯერ რამდენიმე კვირიანი გამოსვლები ყოფილა სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ასე უწყვეტად პრაქტიკულად 1 წელი გახდება მალე, რომ აი ასე ყველაზე აქტიური მოქალაქეები, პატრიოტები გამოდიოდნენ ქუჩაში, ასეთი რაღაც არ მახსოვს. ამიტომ ეს ზოგადად ერთის მხრივ კარგია, რომ აი ესეთი თვითორგანიზებით და საკუთარი ინიციატივით უკან არიხებს მოქალაქეები და აგრძელებენ, მაგრამ მეორეს მხრივ მაინც რაღაც ალბათ კოორდინაციის ელემენტები აკლია, კოორდინაციის ელემენტები, სადაც უფრო კაფიოთ ვიცით რატომ გამოვდივართ ქუჩაში, მეც ყოფილვარ, ერთად ყოფილვართ მე და ბატონი ზაზა, ასე რომ ეს ვიცით, მაგრამ მაინც რაღაც ალბათ უფრო უკეთესი კოორდინაცია და უფრო ნათლად ჩამოყალიბება მიზნების რა გვინდა, ალბათ ეს უნდა გაკეთდეს, მოხერხდეს რაღაც საკოორდინაციო ცენტრი იყო ამის ცდილობებით, რომ რაღაც უფრო მიზანდასახული იყოს ეს ქმედება. მე მგონია რომ ეს გაგრძელდება, სანამ საჭიროა გაგრძელდება, არ მიილევა, პირიქით ალბათ გაიზრდება, მაგრამ ნებისმიერ პროცესს რაღაც შედეგი უნდა მოყვეს, ამიტომ ამ შედეგისთვის რომ ეს შედეგი დადგეს ისეთი როგორც ჩვენ გვინდა და საქართველოს მოქალაქეებს უნდა, ამიტომ რაღაც ცოტა უფრო მეტი ერთმანეთთან დალაპარაკების, რაღაც უფრო მეტი ერთმანეთთან კომპრომისის და კოორდინაციის ელემენტები უნდა დაემატოს. უდაოდ რევას აბსოლუტურად გეთანხმებით და აქვე მინდა ვთქვა, რომ
ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ დღეს, რომ პიროვნული თუნდაც პარტიული ამბიციები თუ მიზნები გვერდზე უნდა გადაიდოს და ყველა უნდა გაერთიანდეს ერთიანი. ეს უკვე რაღაც ტრაფარეტული ის გახდა ფრაზა თითქოს გაერთიანი, მაგრამ სამწუხაროდ ეს რეალობა ამის გარეშე ვერანაირი შედეგი ვერ დაიდება და ერთიანობა უნდა იყოს იმ მიზანში, რომ საქართველოს დაუბრუნდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას. ეს არის პირველი და უმთავრესი, რომ აღდგეს დემოკრატიული წესრიგი ქვეყანაში, რომ პოლიცია და სამართალდამცავები ხალხის დამცველები იყვნენ და არა ხალხზე მონადირე პიროვნებები, ზოგჯერ გაურკვეველი ფორმით, გაურკვეველი არანაირი საიდენტიფიკაციო ნიშნებით და ყოველ ხალხს ეშინოდეს მათთან ურთიერთობა, რომ რაღაცა ერთი სიტყვას თუ წამოწდათ, რაღაც თუ არ მოეწონათ პოლიციელებს, მათ შეუძლიათ ყოველგვარი რეალური ობიექტური მიზეზის გარეშე დაუმორჩილ პოლიციის დაარქვან პოლიციის დაუმორჩილებლობა და დააპატიმრონ და გააქანონ სათუსაღოში. აი ეს დამოკიდებულება ხალხმა დაკარგა წმენა პოლიციაში, რაც მგონია რომ წლების მანძილზე ნელ-ნელა შენდებოდა 2003 წლის შემდეგ და ეს მე რასაც ხედავ ხალხს იმის მაგივრად რომ ჯეროდეს და ენდობოდეს პოლიციას და საპატრულო პოლიციას პირიქით ეშინია რომ მათ გვერდით გამოჩენა უკვე რაღაცა ცუდის მომასწავლებელი გახდა. აი ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და ძალიან საგანგაშო. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭიროა ყველამ ინდივიდუალურად მე თქვენ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა თუ ყველა პოლიტიკური იდეების მატარებელმა ადამიანმა ზოგადად ყველა მოქალაქე ვისთვისაც ღირებულია ქვეყნის მომავალი და ქვეყნის მომავალი მე ვერ წარმომიდგენია გულწრფელად გეუბნებით საქართველოს ვერ შედგება როგორც დამოუკიდებელი და სრულყოფილი ქვეყანა თუ ის არ დაუბრუნდა პროევროპულ და პროდასავლურ პროდემოკრატიულ გზას. დღეს ჩვენ ვდგევართ უსწრულის წინაშე და თუ გადავიჭერთ, იქიდან ამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება. დღეს არის ის მომენტი, როცა ჯერ კიდევ შესაძლებელია ქვეყნის მომავლის გადარჩენა და ეს უნდა მოხდეს. ეს და ერთადერთი გზა ამისი არის, რომ ყველამ გვერდზე გადავდოთ ჩვენი პირადი მიზნები, ჩვენი პირადი ამოცანები, ამბიციები და ერთად გავერთიანდეთ, რათა აღვადგინოთ დემოკრატიული წყობა და მისწრაფება, როგორც წერია საქართველოს კონსტიტუციაში, ევროკავშირისა და ევროატლანტიკური კავშირისაკენ სწრაფვა. ეს არის ერთადერთი, რაც გადაარჩენს დღეს ქვეყანას დაუბრუნებისგან. მოძრაობა მზიასული შემდგენლები არიან ქართველი ემიგრანტები, ასევე პლატფორმა 25-ის. რამდენად მნიშვნელოვანი არის დღეს სწორედ საქართველოს იმ მოქალაქეების აქტიურობა, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. არის თუ არა ახლა სწორედ ის ეტაპი, რომ ემიგრაცია ყველაზე მეტად უნდა გააქტიურდეს სწორედ საზოგადოებრივ პოლიტიკური მიმართულებით. რამხელა პოტენციალი არსებობს და რა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია ამ ყველაფერს თქვენი შეფასებით ქვეყნებში. ის რომ ემიგრაციას ან შეიძლება ითქვას ახლა თვითონ ემიგრაცია სიტყვა მე არ მიყვარს უცხოეთში დროებით ყოფი საქართველოს მოქალაქეების აქტიურობას ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი თუნდაც ეს ჩვენი დღევანდელი ფორმატი, კიდევ სხვა ფორმატები არის, სხვადასხვა პლატფორმები არის, სადაც იდეებს ცვლიან ეს მოქალაქეები ერთმანეთში რაღაც აქციებიც კი იგეგმება უცხოეთში. ჯერ ერთი რაოდენობით ძალიან ბევრი ვართ. ერთის მხრივ ეს ძალიან ცუდია, რომ საქართველოსთან მოგვიწია წასვლა, თუმცა სხვა მიზეზების გამო. მეორეს მხრივ აქტიურია უმეტესობა, არ ვიცი რა, ციფრობრივად ძნელია 10,000 არის ალბათ ასეთი აქტიური ადამიანი და ის რომ უცხოეთში მყოფი მოქალაქეების აქტიურობას საქართველოსნაირი ქვეყნისთვის მნიშვნელობა აქვს, ეს მოლდოვა მაჩვენა. მოლდოვის არჩევნების დროს გადამწყვეტი იყო სწორედ უცხოეთში მყოფი მოლდოვას მოქალაქეების
ხმა, რომლებმაც უმეტესობამ ხმა მისცა სწორედ მოლდოვას ევროპულ მომავალს და დღესაც აი მომავალი არჩევნებისთვის ამაზე არის ძირითადი აქცენტი მოლდოვას არჩევნებზე, რომ სწორედ აი უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ხმები და მოქალაქეები გადაიბირონ. ერთის მხრივ ეს უფრო ძნელია, ვინაიდან მართლა უფრო თავისუფალ გარემოში რო ცხოვრობ, ნაკლები ბერკეტები ალბათ შენზე ზემოქმედების, მაგრამ ნუ ყოველთვის არის რაღაც ალბათ მექანიზმები, ამიტომ მე ვთვლი, რომ დღეს აქტიურობა არის ძალიან კარგი, რაღაც კოორდინაცია ისევ და ისევ აქაც ალბათ უფრო უკეთესი უნდა იყოს, მაგრამ თავად ფაქტი და ფაქტორი უცხოეთში ყოფი ქართველების, მე მგონი ეს გასათვალისწინებელია, ხელისუფლებასაც მოუწევს ალბათ ამის გათვალისწინება, არჩევნებშიც გამოჩნდა ეს საქართველოს არჩევნებშიც, სადაც ვერ მოხერხდა გაყალბება, სწორედ უცხოეთში ვერ მოხერხდა გაყალბება და იქ ფაქტია, რომ ქართულ ოცნებას ჰქონდა ყველგან მინიმალური ხმების რაოდენობა, ამიტომ ეს ფაქტორი უცხოეთში ყოფი მოქალაქეები და მათი აქტიურობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაც იმედის მომცემიც, რომ რაღაც შეიძლება ამან ერთ მომენტში სწორედ ამან მოახდინოს რაღაც გადამწყვეტი ქმედება თუ თუნდაც იგივე ხმების დათვლის მომენტში თუ მივედით ამ მომავალ არჩევნებამდე. როდესაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე გვაქვს საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიდი უმრავლესობა ჩვენ დემოკრატიულ და დასავლურ ცივილიზაციაში ცხოვრობთ და ვმუშაობთ. ამდენად ჩვენთვის უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილი არის ის პასუხისმგებლობა და ის პრივილეგიები, რასაც დემოკრატიული ქვეყანა და დასავლური ცივილიზაცია წარმოადგენს. ამიტომ ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვამბობ და რევაზი ალბათ დამეთანხმება ამაში, გაცილებით უფრო ნათელი არის, როდესაც ხდება ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ქმედებები თუ განცხადებები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, როდესაც ჩვენ მსჯელობთ არსებულ ვითარებაზე საქართველოში. მგონია, რომ აბსოლუტურად ვეთანხმები რევას, რომ დასავლეთში ცხოვრები ქართველების დიდი უმრავლესობა მომხრეა, რომ ქვეყანა განვითარდეს დასავლური მიმართულებით და ზუსტად როგორც არჩევნებმა აჩვენა, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო გაყალბება დასავლეთის ქვეყნებში, დიდი უმრავლესობა სწორედ პროდასავლური პოლიტიკური პარტიების მისმიცემი გამოდგა. აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც დასავლეთში მცხოვრები და საქართველოს შემატკივარი ადამიანები გარკვეულწილად ვალში ვართ ქვეყნის წინაშე და ჩვენი ძალა და გულისხმობა არ უნდა დავიშუროთ, რომ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც არის ჩვენი კომპეტენცია და შესაძლებლობები, მხარში ამოვუდგეთ საქართველოში ცხოვრებ და საქართველოში მებრძოლ თავისუფლების მოყვარულ მოსახლეობას. და რა ვიცი, თუ კი რამე შესაძლებელია ჩვენ მე მგონი აქედან ვაკეთებ და ალბათ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უპირველეს ყოვლისა მე მგონია, რომ ჩვენი ვალია უფრო თვალნათლივ და უფრო მკაფიოდ დავანახოთ მოსახლეობას, თუ რა არის ევროპა, რა პრივილეგიებია, რა შესაძლებლობებია მოსალოდნელი იქიდან თუ ჩვენ გავხდებით დავადგებით საბოლოოდ და შეუქცევადად ევროკავშირის და ევროპულ ინტეგრაციას. ეს მე მგონი ბევრისთვის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ნათელია, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს ისევ რატომღაც მგონია, რომ არ არის ბოლომდე გარკვეული და მგონია, რომ აქ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, არ ვიცი რევაზე დამეთანხმება თუ არა ამაში, მაგრამ მე ჩემის მხრიდან მგონია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ის, რაც და ამას შეიძლება დაგვართ ყოველთვის ვაკეთებ კიდეც, რომ კარგად დავანახო თუ რა შეიცვლება იმით, რა შესაძლებლობები გაჩნდება, როგორი უსაფრთხო გახდება ცხოვრება, როგორი უზრუნველყოფილი გახდება სიბერე, როგორი უსაფრთხო იქნება ჯანდაცვის სისტემა, როგორ დაიცავს ადამიანებს და ყოველგვარი პრივილეგიების გარეშე მთელი მოსახლეობა მოხდება ამ ესე ვთქვათ, კოდის ქვეშ, ჯანდაცვის კოდის ქვეშ. აი ეს ყველაფერი თითქოს და ელემენტარული რამ არის, მაგრამ ეს არის ის ზუსტად, რაც განსაზღვრავს ადამიანის კეთილდღეობას და ეს არის ის ზუსტად, რასაც გვთავაზობს ევროპა და ევროკავშირის წევრობა და
ეს ალბათ ჩვენ კიდევ უფრო თვალნათლივ და კიდევ უფრო ფართედ უნდა გავაშუქოთ და დავანახოთ კონკრეტული მაგალითებით, ალბათ ესეც შესაძლებელია ჩვენს მოსახლეობას და გვერდში დაუდგეთ, რაც შეიძლება ყარად იმ დიდ ნაწილს, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომელსაც სურს დასავლეთი, რომელსაც სურს, რომ იყოს ცივილიზირებული და დასავლური ქვეყნების კავშირის ნაწილი. გვაქვს ახლა ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ძალიან ბევრ ახალგაზრდას იმოგზაუროს უვიზოთ, ჩავიდეს და დაათვალიეროს ევროპული ქვეყნები. ასევე ბევრი მოდის სასწავლებლად, ეუფლება პროფესიას, რა თუ არა ევროპა. ცოტა ისეთ ვიწრო მიმართულებით, რომ ვთქვათ, მეცნიერებისა და მედიცინის კუთხით, რას დაკარგავს ქვეყანა, თუ ჩვენ დავშორდებით ევროკავშირს. ბოლო 10 თვის განმავლობაში მაგალითად ჩემი მეგობრის მცირეწლოვან შვილს მქონდა აწუხებდა მაღალი სიცხეები. საკმაოდ საშიში და ძალიან ცუდი დიაგნოზების ალბათობები ჟღერდებოდა ჩვენთან აქ ქვეყანაში. მას შემდეგ რაც იგი გადაიყვანეს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, მას დაუდგინდა რომ ამ საშიში დიაგნოზებს ადგილი არ ჰქონდა, თუმცა აღმოაჩინეს ის, რაც იწვევდა ანთებას, ამ სიცხეს, დაუნიშნეს მკურნალობა და უკვე ბავშვს აღარ სიცხე აქვს საბედნიეროდ და რამდენიმე თვეში საერთოდ სრულგანკურნებას ველოდებით. თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა ჩვენს ქვეყანაში. რას მოგცემს ევროპა მეცნიერებისა და მედიცინის მიმართულებით, რას გვაძლევს? ეს საკითხი არის ალბათ ძალიან მტკივნეული, მით უმეტეს მე უშუალოდ პირდაპირ მაქვს შეხება სწორედ ამ კატეგორიასთან. პაციენტებთან, უშუალოდ ჩემი სპეციალობით ქალებთან, მაგრამ ასევე მიხდება ხოლმე ბავშვების ნახვა და ბავშვი რო ახსენეთ, ეს ძალიან მძიმე ისტორიებია ყოველთვის, როგორც წესი ონკოლოგიური პრობლემები და ისიც უნდა ითქვას, აი თქვენც რაც ახსენეთ, ბატონო ვასილ, რატომ ხდება რომ უწევს საქართველოსდან პაციენტს ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი სიტუაციის გამო წასვლა, იმიტომ რომ დაკარგულია ნდობა ერთის მხრივ, ძალიან კარგი სპეციალისტები არიან საქართველოში, მაგრამ სხვა მიზეზის გამო ზოგჯერ ვერ ახერხებენ დიაგნოზის დასმას, მეორეს მხრივ ნდობაა დაკარგული და უნდა ითქვას ელემენტარული რამე არის პრობლემა ფინანსურიც, ვინაიდან რაც არ უნდა ითქვას საქართველოში ჯანმრთელობა, მკურნალობა ჯდება ძალიან ძვირი და ძალიან ბევრს ამის საშუალება არ აქვს. აი მე ვისაც ვხვდები, ყველა არის ძალიან უბრალო ადამიანი, რომელსაც ეთყობა, რომ სწორედ ამ უსახსრობის გამო ჩამოვიდა საფრანგეთში, ვინაიდან ეს სოლიდარობა მხოლოდ ისეთ ქაღალდზე დაწერილი არ არის და მარტო დევიზზე არ არის დაწერილი, ეს რეალური რამეა, თუ მოხდება პაციენტი ქართველი თუ ნებისმიერი, უბრალოდ ამ შემთხვევაში ქართველებზე ვლაპარაკობთ, სამანტყოფოში მას გაეწევა ისეთი დახმარება, როგორიც მიღებულია იმ დაავადებისთვის დღეს ყველა მსოფლიო სტანდარტებით. დაინიშნება ის მკურნალობა და არავინ არ უყურებს რა მკურნალობის ფასს, თუ საჭიროა ძალიან ძვირადღირებული და ის მკურნალობა არის დღეს ამ დაავადებისთვის ნაჩვენები, ეს დაინიშნება. ამიტომ ამ მომენტების გამო მოდიან დღეს თავისუფლად ქართველი პაციენტები, უფრო მეტი ნდობა აქვთ. იციან რომ ამ სისტემაში თუ მოხვდებიან, ესეც არ არის ყოველთვის მარტივი, მაგრამ თუ მოხვდებიან, ბოლომდე მიხედავენ. ცხადია, თუ ეს უვიზო მიმოსვლა შეწყდა ამ პაციენტებს, ეს გზა გადაიკეტებათ. გადაიკეტებათ მთლიანად, ვინაიდან მედიცინაში თუ რაღაც პრობლემა არის, მეორე, მესამე დღეს უკვე რაღაც უნდა იყოს ხსნის საშუალება და დღეს თვითმფრინავში ჩაჯდება ქუთაისში თუ თბილისში, მეორე დღეს არის საფრანგეთის ნებისმიერ ქალაქში და სადღაც მაქსიმუმ ერთ კვირაში რაღაც ახალი მოხდება და რაღაც შეიძლება უკეთესი პერსპექტივები გაუჩნდეს ადამიანს. ვიზების დაწესების შემთხვევაში ყველამ ძალიან კარგად ვიცით და გვახსოვს ჩვენ თაობას, რას ნიშნავდა ევროპის ვიზების მიღება, ეს არის კვირეები კი არა, თვეები ზოგჯერ, ის იგივე ბევრი სახსრები და ცხადია ისიც უნდა ითქვას, რომ როდესაც უვიზო მიმოსვლა იყო თუ უცებ შეწყდება
ეს უვიზო მიმოსვლა ავტომატურად არ აღდგება ის სისტემა, იმას დრო დაჭირდება, რომ ვიზების გაცემის სისტემა აღდგეს, ამიტომ ალბათ სადღაც რამოდენიმე თვე, შეიძლება წელიც და წლებიც კი საერთოდ ვიზები აღარ გასცენ. ამიტომ ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც დღეს ერთადერთი საშუალება რომ გადაარჩინონ თავისი ოჯახის წევრები, გადარჩნენ თვითონ, ეს არის სწორედ ეს უვიზო მიმოსვლით სამედიცინო სისტემაში მოხვედრა. და მეორე რაც თქვენ ბრძანეთ, მე უშუალოდ ვარ დაკავებული სწავლებით, ჩვენთან ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ექიმები სასწავლებლად. და ცხადია საქართველოსდან ძალიან კარგად მახსოვს რაც ნელი იყო ქართველებისთვის ვიზის გაკეთება მიუხედავად მოწვევისა 1000 სხვა საბუთი პირდებოდათ ხოლმე და იყო ძალიან დიდი პრობლემა 2017 წლიდან ფაქტიურად ეს ხომ მოიხსნა ყველა პრობლემა და წელიწადში 2, 3, 4 ქართველი ექიმი ჩამოდიოდა და დღემდე ასე გრძელდება ეხლაც ველოდებით ერთ ქართველ ექიმს ამიტომ ყველა სფეროში რაც მე უშუალოდ ვიცი და კონკრეტული მაგალითები შემიძლია დაგესაბუთოთ ამ უვიზო მიმოსვლამ ძალიან დიდი დახმარება გაუწია საქართველოს მის მოქალაქეებს და რაც თავარია მომავალს ახალგაზრდების მომზადებას. ამიტომ ეს თუ შეწყდება, ეს იქნება ძალიან მძიმე დარტყმა და უნდა ითქვას მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა თქვას ხელისუფლებამ სრული 100%-იანი პასუხისმგებლობა ამაზე დაიკისრება და უნდა დაიკისროს ხელისუფლებას. არანაირი სხვა ვინმე ამაზე პასუხისმგებელი არ იქნება. არიან მხოლოდ ისინი და მათ ხელშია რომ ეს არ მოხდეს. რევაზმა ძალიან კარგად ისაუბრა სამედიცინო მხარეზე რასთანაც მას შეხება აქვს. ყოველდღიურად მეც მაქვს შეხება, რადგანაც სამედიცინო ფაკულტეტზე ვარ, ნევროლოგიის კათედრაზე ვარ პროფესორი, მაგრამ მე უფრო ხალხს გავუსვამდი აქ ამომწურავად თქვა რევაზმა და მე კიდე დავამატებდი რაც შეეხება მეცნიერებას. ნუ განათლებაზეც რა თქმა უნდა, განათლება თუ სრულყოფილი განათლება სურს ადამიანს და ევროპული სტანდარტებით ევროპა ამისთვის არის იდეალური, თუნდაც სამაგისტრო პროგრამები იქნება, დოქტორანტურა იქნება, ევროპა ღია და ევროპა არის ის ადგილი, სადაც უმაღლესი დონის მეცნიერება კეთდება და უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში ეს შესაძლებლობა ნამდვილად ძალიან შეიზღუდება. ასევე რაც შეეხება მეცნიერებას, მეცნიერება არის საერთაშორისო და მეცნიერება არის კომუნიკაცია, აზრების გასვლა, კონფერენციები. როგორც წარმოგიდგენიათ, ახლა უვიზო მიმოსვლის აკრძალვის შემთხვევაში რამდენი ქართველი მეცნიერი შეიძლება ვიზის მოპოვება სხვადასხვა კონფერენციებზე დასასწრებით. ჯერ ერთი ეს დაჭირდება ამას თვეები და არ იქნება ეს, რა თქმა უნდა, საელჩოების პრიორიტეტში, რომ მეცნიერები გაუშვას იქ სხვა ალბათ სტანდარტები იქნება საჭირო. შეეზღუდებათ და საერთაშორისო კონტაქტების გარეშე მეცნიერება ვერ განვითარდება. ერთი რამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თუ არა ერთადერთი რესურსი, ეს არის ადამიანური რესურსი, ეს არის ადამიანური პოტენციალი. ადამიანური პოტენციალის განვითარება შეუძლებელია განათლების და მეცნიერების გარეშე. იმის მაგივრად, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავხდეთ დასავლური განათლების და მეცნიერების ნაწილი, ჩვენ გვემუქრება საფრთხე, რომ მოხდეთ იზოლაციაში და გავხდეთ პროვინციული ქვეყანა, რომელსაც არ ექნება მჭიდრო კავშირები. მჭიდრო კი არა, შეიძლება საერთაშორისო კავშირები აღარ ქონდეს დასავლურ მოწინავე განათლების ცენტრებთან და სამეცნიერო ცენტრებთან. ეს საფრთხე რეალურია და ეს იქნება ქვეყნისთვის დამღუპველი. ასევე მინდა თქვა, რომ ევროპის კანდიდატის სტატუსი და ევროპის კავშირის ნაწილი გვაძლევს ცდომას იმ ურიცხვ ფინანსურ თუ ტექნიკურ რესურსებთან, რაც ევროპას გააჩნია. და საქართველოსთვის ეს არის აუცილებელი, თუკი ჩვენ გვინდა ტექნოლოგიურად და ზოგადად განათლების მხრივ განვითარდეთ, ეს
ხელმისაწვდომობა ამ ევროპული რესურსებისადმი და სოდნისადმი, ასევე ინსტრუმენტულია იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და ქვეყანა გახდეს მოწინავე ქვეყნების აღმოჩნდეს მოწინავე ქვეყნების რიგში. ამდენად უვიზოზე ლაპარაკიც კი შემზარავია, როდესაც წარმოიდგენ, რომ ეს დიდი პრივილეგია და ეს დიდი შეღავათი, რაც ეს ქვეყანას აქვს თუ დაიკარგა, წარმოდგენაც არ მინდა რამდენად გართულდება და იმის ლაპარაკი, რომ ადრეც ვიდექით საელჩოების რიგებში და ეხლა ჩავდგებით და ამაზე ჩვენ არ გავცვლით ჩვენს ღირებულებებს, ნუ ეს როგორი აბსურდია, ალბათ ყველა ხვდება და ამაზე ალბათ არც ღირს ყურადღების გამახვილება. გონია რომ უპასუხისმგებლო არის ქვეყნის მთავრობის დამოკიდებულება, ესე ზერელი დამოკიდებულება ამ დიდი პრივილეგიის და შეღავათის მიმართ, რასაც უვიზო იმოსლა წარმოადგენს და აბსოლუტურად ვეთანხმები რევას, თუ ეს პრივილეგია ჩამოგვერთვება, ერთადერთი და სრული პასუხისმგებელი ამაზე უნდა იყოს და იქნება კიდეც საქართველოს ამჯერადი მთავრობა და ხელისუფლება. ბატონო ზალ, ბატონო რევას, მადლობა თქვენი ინტერვიუსთვის. ძალიან ბევრი თემა დარჩა და არსებობს, რომელიც თქვენთან შეიძლება რომ განვიხილოთ და საინტერესო დისკუსია და აზრების შევთავაზოთ მაყურებელს. ჩვენ ინტერვიუს ბოლოს მინდა გთხოვოთ, არსებობდა რასაკვირველი კითხვები, რომელიც შეიძლება მე დამესვა, არსებობდა თემები, რომელზეც შეიძლება ყურადღება გაგვემახვილებინათ, თუმცა ამჯერად ჯობია რომ ახაც აუდიტორია გადავტვირთოთ. ბოლოს მინდა გთხოვოთ, რომ ის თქვენი სათქმელი, რაც შეიძლება ჩემი კითხვიდან გამომდინარე ვერ მოახერხეთ რომ გეთქვათ, გთხოვთ მიმართოთ ჩვენს აუდიტორიას, რომელიც ახლა გვისმენს. თქვენი პირადი პოზიცია და შეფასება არსებულ ვითარებაზე, რას ეთქვით ჩვენს მაყურებელს, როგორც საქართველოში მყოფ ქალაქებს, ასევე მის ფარგლებში. ესე დიდი პასუხისმგებლობა არის, რომ მიმართო შენ თანამოქალაქეებს, როცა შორს ხარ, ვინაიდან კი ვარ ჩართული პროცესებში, მაგრამ მაინც მანძილზე ალბათ უფრო რაღაც მეტი პრივილეგიები გვაქვს, რაც სამწუხაროდ იგივე რუსთაველზე ვინც დგას ყოველ საღამოს, იმ ადამიანებს არ აქვთ, მართლა ყოველ წუთში და ყოველ სიტუაციაში შეიძლება დააკავონ და უმიზეზოთ და შემდეგ ისევ აი სხვების მაგალითით მოხდეს მათი გასამართლება თრუმორწმეების ხარჯზე. ამიტომ ძალიან ძნელია და ძალიან საპასუხისმგებლოა რამის თქმა. ყოველ შემთხვევაში მე როდესაც ვუყურებ, ყოველდღე ვუყურებ, ყოველ საღამოს ვუყურებ რუსთაველიდან ჩართვებს, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ენერგიის და იმედის მომცემი. ეს არის ძალიან დიდი ფაქტორი ჩვენთვის, რომ დავრჩეთ სწორედ კონტაქტში. ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც რაღაც შეიძლება ხელი ჩაიქნიო ყველაფერზე, იმდენი ნეგატიური ინფორმაცია ერთბაშად მოდის, მაგრამ არა, სწორედ ეს ხალხი ჩემთვის პირადად არის მაგალითი გამძლეობის და მე არ მაქვს უფლება უკან დავიხიო, როდესაც აი ეს ადამიანები ყოველდღე იქ წვიმაში თუ ამ რეპრესიის რისკის ქვეშ მაინც გადიან ყოველდღე. ამიტომ მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ, სწორედ იმის გამო, რომ ეს პროცესი არ შეწყდა ყველანაირი მცდელობის მიუხედავად. ალბათ იქნება და ისტორია გვაჩვენებს ამას, რომ შეიძლება ხვალ ზეგ, ან შეიძლება რამოდენიმე კვირაში ან თვეში საერთოდ რადიკალურად შეეცვალოს სიტუაცია. ამიტომ არავითარ შემთხვევაში ხელები არ უნდა ჩამოუშვას, არავინ, ყველა ჩვენ რაც გვაქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გვერდში დავუდგეთ, თუნდაც მანძილზე, თუნდაც თბილისში ყოფნის დროს, რასაც ვაკეთებთ და გავაგრძელებთ, სანამ მართლა ისევ საქართველო არ დაუბრუნდება ამ გზას, რომელიც მოქალაქეების უმრავლესობამ გადაწყვიტა და აირჩია, ეს არის ევროინტეგრაციის გზა, რომელიც არ არის მარტივი გზა, ვინაიდან ის ბევრჯერ ვახსენეთ სიტყვა პასუხისმგებლობა, თავარი ამ ფასეულობებში ეს არის პასუხისმგებლობა, მოქალაქეების პასუხისმგებლობა ქვეყნის მიმართ. ბევრი სხვა მომენტები არის, ევროპა ის არის იდეა უპირველეს ყოვლისა, ეს არ არის მარტო რაღაც მატერიალური კეთილდღეობა, ამიტომასაც ბრძოლა ჭირდება და მე მაინც ოპტიმისტი ვრჩები და უბრალოდ ყველას მოუწოდებ ისევ და ისევ გაერთიანებისკენ, ვინაიდან გაერთიანების გარეშე
მაინც ნელი იქნება საბოლოო შედეგის მიღწევა. რა თქმა უნდა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე ამაყივარ და დიდ პატივს იმ ახალგაზრდობას, რომელიც ყოველდღიურად რუსთაველზე დგას და არა მარტო ახალგაზრდობას, მე ამაყივარ რომ დღეს საქართველოს ციხეებში იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ვერ გატეხა ამ რეჟიმმა, რომლებიც სინდისის პატიმრები არიან, პოლიტპატიმრები არიან და თავისი ღირებულებების ერთგულები რჩებიან ყველა იმ რეპრესიული მეთოდების მიუხედავად, რაც ხდება მათ თავს. მე მგონია, რომ ეს არის ზუსტად ის საიმედო ნაპერწკალი, ერთის მხრივ რუსთაველზე მყოფი ახალგაზრდობა, მეორეს მხრივ ეს შეუდრეკელი მებრძოლები, რომლებიც დღეს საპატიმროებში იმყოფებიან და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო თვალსაჩინო ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ ქალბატონი მზია არის ამ ადამიანებს შორის და ეს მისახაտնე იმედს რომ ჩვენი შემართება, ჩვენი ბრძოლა საქართველოს ევროპული გზისკენ, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მგონია რომ ევროპული მომავალი არის მხოლოდ ერთადერთი გზა, რაც საქართველოს განვითარებას უზრუნველყოფს და იმედს არ კარგავ, კი არა ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ სულ მალე ეს ვითარება შეიძლება და საქართველოს დაუბრუნდება იმ გზას, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განსაზღვრულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით. ეს არის ევროკავშირი და ეს არის ჩრდილოატლანტიკური კავშირი. ეს გზა არის ჩვენი მომავალი და სხვა გზა მე არ მესახება. უსურვებ ყველა ამ გზაზე მდგარ ადამიანს წარმატებას და სიამოვნებით დაუდგებით გვერდში ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე დგას. თავისუფლება და სოლიდარობა სიამაღლებელს, თავისუფლება და სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმარს წარმატება და გამარჯვება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს საქართველოს. ბატონო ზალ, ბატონო რევას, დიდი მადლობა თქვენი დროისა და ინტერვიუსთვის. მადლობა თქვენ.